Ძლიერმა ყინვამ და თოვლმა პრობლემები შეუქმნა შიდა ქართლის სკოლებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. მუნიციპალიტეტების რესურს ცენტრების ინფორმაციით სასწავლო პროცესი შეჩერდა იმ სკოლებში, რომლებიც ცენტრალური გათბობის სისტემით თბებიან. Უფრო კონკრეტულად კი სწავლა არ მიმდინარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის 13 ხაშურის 9 და გორის 5 საჯარო სკოლაში. რაც შეეხება კასპს, აქ რა ვითარება ამ კუთხით უცნობი ადგილობრივი რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. Აზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები რიგ სოფლების მიმართულებით და ამან გამოიწვია ის, რომ რამოდენიმე სკოლაში შეგვიწყდა სასწავლო პროცესი, რადგან არ არის ელექტროენერგიის მიწოდება და შესაბამისად გათბობის სისტემაც ვერ ჩაერთო. ეს არის მიზეზი, სხვა ისეთი არაფერი არ არის. ეს არის 5 სკოლა ძირითადში, 5 სოფლის სკოლა, უკვე თითქმის აღმოფხვრილია პრობლემა, სავარაუდოდ ხვალისთვის უკვე ყველა სკოლაში ჩაერთობა გათბობის სისტემა და სასწავლო პროცესი ნორმალურად წარიმართება. Აი ამ სკოლებს, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერდა, უნდა გითხრათ, რომ ცენტრალური გათბობა აქვს, რა თქმა უნდა, გაზის მომარაგება არის ჩვეულებრივად, მაგრამ უშუქობამ გამოიწვია ის, რომ გათბობის ცენტრალური სისტემები ვერ ამუშავდა და ტემპერატურამ, რა თქმა უნდა, საკლასო ოთახებში დაიწია ნორმასთან ქვემოთ დაბლა და ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია, რომ რა თქმა უნდა, ცივ ოთახებში სასწავლო პროცესი არ განახდება და ამან გამოიწვია ის, რომ რაიონის რამოდენიმე სკოლაში შეჩერდა ერთი დღით სასწავლო პროცესი. ქარელის მუნიციპალიტეტში გვაქვს 35 საჯარო სკოლა. უამინდობამ 13 სკოლაში შექმნა პრობლემა და ამის გამო შეწყვეტილი არის სასწავლო პროცესი. ძირითადად ეს არის სოფლების სკოლებში, თუმცა მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები და სავარაუდოდ ხვალიდან რამოდენიმე სკოლაში ისევ განახდება სასწავლო პროცესი. ძირითადად დენის გათიშვამ გამოიწვია ეს პრობლემა, როგორც გითხრეს სკოლებმა, გაყინული არის გათბობის ქვაბები და ამის გამო ვინაიდან ვერ თბება სკოლა, ბავშვები აღარ მიიღეს და აღარ გააგრძელეს სწავლა. ამ გაწდენილ დღეებს აინაზღაურებენ დასვენების დღეების ხარჯზე.